გამარჯობათ ხალხო, ვიცი რომ ელოდებოდით ხელძახს დიდი ხანი. დღეს დაიდება ერთი სერია და ხვალ კიდე ერთი სერია დაიდება ხელისაღლის ასე რომ იცოდეთ საქმის კურსში რომ იყოთ. ესე იგი, ეს ძველი ისინია და აი აქედან შეგვიძლია უყუროთ უკვე. ცოტა თომსტობი ზამახურეს. აი გახოცებთ. Salam. Good. Streaming და ლაიქეთ ვიდეო არხი გამოწერთ. ოპა, ამათმა დაამოღამეს უკვე სადაც დევს ეს ყველაფერი. Razbolaus. Odzaviti mashina tsotchi podasvets. Გამარჯობა. რა გინდა? არა პენსიის დათვალიერება გვინდა რა. რა უნდა გვინდოდეს? არ შეიძლება დაგეტილია. რატო? შენ ქართული კითხვა ვიცი? ვერ ხედავ რა წერია? რა ვერ ვხედავ, სარესტავრაციო, სამუშაოებს და გონიესირე დაგეტილია. კი ბატონო, მაგრამ დღეს უკვე მივდივართ აქედან და იქნებ შეგვიშვათ რა მოხდა? შენ ჯო შარზე ხომ არ ხარ? წელი თავი დაგვანებე და? რა თქვი ამისანა, შეკაიკაც. კი ბატონო, რა იყო? აუ საყვარელი კაცია, და რო გაჭაურებს. ალო, გისმენთ? უკაცრავა, თუ შეიძლება ნიკუშას თხოვეთ რა. თქვენ ვიმგზავნებით. ნაცნობი ვარ მის. ნიკუშა აქ არ ცხოვრობს. მეგი? გამაგენებით, ვინ ხარ და ვინ მოგცათ ჩემი ტელეფონის ნომერი. ბატონი ფრიდონი ბზანდებით? დიახ. გამარჯობათ, ბატონ ფრიდონ, მე თქვენი ტელეფონის ნომერი ნოდარმა მომცა სანებლიძე. ნიკუშას გადაეცით, ბიზინა თაბაგარმა დარეკათქო. ბათუმში ვარ სასუმრო ელბაკურში. გასაგებია. აუცილებლად ვნახოს რა საქმე მაქვს მასთან. კი ბატონო. მადლობა. კარგად ბრძანდებოდით. რანაირია, არა რაღაცნაირია, ბიჭო, აი მაშინდელი ის წლები რა, ანუ თითქოს ეხლა ეს ხეები აღარ არის ამდენი, გამწვანებული არ არის ამდენი, სადაც ხე იყო ყველგან კორპუსიაში. აი გორიოსიხე. აი ეს თითო კედელი კონტროლდება. აი ამ ბურჯებზე თითო კაცია ჩასაფრებული. შიგნით ხედავ პატარა შენობას. აი აქ ინახება კონტეინერი. 100%. თუ კიდე გაგიმასავ. რატო ხარ ეგრე დარწმუნებული? რა საკუთარი თვალით ნახე? ბიჭო, რა თუ და საკუთარი თვალით ნახვა? ჯერეთი არა, მე აქ მიიყვანეს. ხო ეგრეა? ეგრეა. კი ბატონო, მეორე. გაზლიერებული დაცვა დააყენეს? დააყენეს. მესამე. კაცი შულს არ აჭაჭანებენ შიგ. ეს არაფერს არ ნიშნავს. ბარო, გიგლატიტინა. თბილისში ჩავიდეთ და ლადოჯიბუს პატაკი დაუწეროთ, რომ კონტეინერი გონიოსციხეში ინახება? აბა რა უნდა ვქნათ, კაცო? კაი ბატონო. ჩამოვიდა სპეცნაზი და ვერაფერი იპოვა. მაშინ ჩვენ მიგამოვდივართ. გამოსირებულები. მაგრამ მე რა იპოვიან? არა, მაგ ინფორმაციას გამოსირებულები. შეგვიძლია. ბიჭო, არ გვიშვებენ შიგნით. რა ვქნათ? კაცო, ვერ გავიგე. ეს ვთუ ვიღაც, ჯანდაბაში დაიგარგადო. ხო თქვა, მე თვითონ დაგიკავშირდებით ვარ, რა? თა ჩვენ ისიც არ ვიცით, ზერაგია ჩამოვიდეთ ვარა ბათუმში.
ესაა თავი თორე კონტეინერი კიდია. Привет, ჩემი ძმა. ოპა! ბიჭო, შენ ცოცხალი ხარდო? ვიტო გტარი რატო უნდა ვიყო? იმიტომ რომ სერაგია ცოცხალი. ლექსოს გაუმარჯოს. აუმარჯოს. თუ ძმა ხარა, ეგ ვარი აღარ გამახსენე. რატო გეც? ეგ ძელი ისტორია რა და მაგაზე მე ვილაპარაკო. დაჭერა. ხო. კოშკასგან დიდი მოკითხვა ძმაო. ხო. რა კოშკა? რა ვიცი, დაგირეკია მნახოსო. ხო. მაგრამ მე გარეთ ვერ გამოდის რა. რატო გეცო? მაგის მურტალი ხასიათი არის ციტო. ჰასანრო ცეცხლზე. იმისთვის სახელი შეუკუთხებია. ეხლა მთელი ბათუმი დაძებს და დასაჭერა. კაი კაცო. აბსოლუტ. რაღაცა ვიდო და მეთხოვა ხოც. მე მეთხოვე რა შეკაი კაცო. აუ რა საყვარელი კაცია. შენი გულისთვის ცეცხლში შევალ. მითხარი რა რა გინდა? კაი. ოცა. რა მაგარი, კაი. როგორ უხდის იმას? სიკეთეს როგორ უბრუნებს სიკეთიც. ან ბაიო, მართლა ერთ სიკეთეს ხო არა რამდენჯერტო. ეს რა არის? არა. ამისას არა. მაგრამ მე და რიჟარაზე გადავწყვიტეთ. გონიო სიხე ავიღოთ. კაი, თქვენ რა შეასაკეთე? ხო რა ხო. აქ ისეთი გაძლიერებული დაცვა გვაინტერესებს, ერთი რასიცა. ეხლა ეს რამეს გეტყვი რა. ამ ბათუმში ვერ გაიგებ ვინ ასაკეთებს თო. მაგრამ ყველანაირად ვეცდები რა. თუ რამე შევძლებ, გაგიგო რა. ძალიან კარგი. შენ როგორ ხარ? ესე ας გეტყვი. აი დღეს საღამოს სუფრასთან დავჯებით და ყველაფერს მოგიყვები რა. დავაი. ამასაც ეგარუდო და ძალიან ბატონი ჟანრიც კი არა, ჟანრი არის ნიჭიერი თუ სასწაულია, აი არ ვიცი. ეგეთი ხალხი არ უნდა ვერდებოდეს არასდროს. ეს მართლობინაა ეს ვიცი. Hasan. არა მგონია ნაღდი ფულის ჩამოტანა უფრო იოლი იყოს ვიდრე გადმორიცხვა. ახლა ასე საჭირო. მედი უთხარი. იბატონო რეტყვი. Расул. Расул. Наши батумские партнеры предлагают форму оплаты наличными. Кэш. Зачем надо столько денег везти через столько границ? Из-за политической ситуации. Эти шакалы из центра в любую минуту могут заморозить счета. Я понимаю, они могут заморозить здесь, в Аджаре. Но вы назовите номер счета в любом иностранном банке. И через максимум 2 дня вы получите всю сумму. Нет, не нужны наличные. А что думает Омгер? Я лично думаю, что риск возрастает. Но раз наши батумские друзья настаивают, мы не будем принципиально требовать перечисления. Это нам очень серьезно осложняет задачу. А ты что думаешь?
Им легко было везти контейнер через всю Россию сюда. Но они за это и получают деньги. Хватит. Контейнер лежит здесь. Вы привозите деньги и забираете товар. Ну что, Амхер, договорились? Теплое море, мандарины. В раю живете, блядь. А купаться не любите. О, кому налить коньяк? Мужики, молдавские, отменные. Расуль, ты понял, что я сказал? Значит, мы с вами уже на «ты»? Мы люди простые. Хасан, Хасан, это чем я хлопали? Слушай, Расул, давай-ка без всякой церемонии, блин, тут все свои. Вези-ка ты эти долбаные бабки сюда, и дело с концом. Я должен везти 5 миллионов евро из Судана в Батуми через Египет, через Израиль, через Сирию, через Турцию. Знаем географию, блин, знаем, в школе проходили. Слушай, какой там Египет и Судан? Деньги пошлите дипломатической почтой. Консульство. Богаса. Какое консульство? Консульство Республики Богаса в Тбилиси. Это другое дело. Над этим можно подумать. Ну, в любом случае, это нас задержит минимум на неделю. А куда нам спешить, Омхер? Будем отдыхать, коньячок попивать. Главное, что контейнер надежно храняется. Тут ведь наша войсковая часть. Так что живи себе, блин, и наслаждайся. Время, деньги, Семен Петрович. Ну, за неделю кое-что можно заработать. Но, правда, не столько, сколько за уран. Хасан Иванович, вы же любите коньяк. Налить вам? Нет, до захода солнца коньяк пить вредно. Да это французы, суки, придумали. Коньяк можно пить всегда, разумеется, в ограниченных количествах. Не как водку. Вот адрес консульства. Это дуры со склада кто? Консул, это мой... Ты что, Рапера обязательно вышел? Двоюродный брат. Да, мой двоюродный брат. Хорошо. Я посылаю имейл нашим, и как только деньги прибудут в Тбилиси, мы забираем контейнер. Нет, нет. Как это нет? Пока я не получу деньги, контейнер будет у меня. Мое дело было доставить деньги в Тбилиси, так? Так. Их получает ваш брат, так? Так. За доставку денег из Тбилиси в Батуми отвечаете вы, так? Так. Тогда почему я должен ждать, пока деньги прибудут из Тбилиси в Батуми? А я сказал, получу деньги, забирайте контейнер. Это несправедливо. А вдруг деньги пропадут по дороге из Тбилиси в Батуми? Не пропадут. Хасан, генецоли. ეს რა ლოგიკა არ მესმის. ძალიან კაი ლოგიკაა, რა ვერ გაიგე. მე ამათ ურანი გავატანო და მე ვინმე ჩემი გადაგდება მეინდომას. საცავა მასე. რა ვიცი მე? რა ხდება გზაში? კარგი, მოიცავ. კი, მაგრამ თბილისიდან ფული ნურიმ არ უნდა ჩამოიტანოს? მე რა უნდა ნურის დაღაჩაღებას? კარგი. მე ძმაო. ჩემი უნდა მივიღო. თქვათ მე და გრონიჩევს არ გვენდობა. მაგრამ რასულმა რა დააშავა? კაცმა გითხრათ ფულს სადაც მეტყვით იქ მოვიტანო და თავის საქონელს ითხოვს ეს კაცი. გავკარია მარაბებს თუ გინდა მართალი. მე კაი საქმის ამიაქვს. მაიურანი თუ? არ გამოვა ეგ საქმე. ონგერ. შენ კაი კაცის სახელი გავს. და მე შენ ძალიან პატივცემ. ჩემი ნურიდან და კიდევ სხვა. ეს რა არასწორია, ბიჭო. ბიჭო, შენ რა ვარ გენდობი? მაგაში არაა საქმე, მაგრამ არიცი შენ ამ ბინძური ბიზნესების ამბავი. არიცი შენ, ო? აი ვთქვათ. ჩამევიდა ფული ნურისთან. ამგენმა წაიღეს კონტეინერი და წავიდნენ. მერე ვინც ეს ოპერაცია მოიფიქრა. ხო შეიძლება ჩემი გადაგდება მეინდომოს. რატომ თუ იცი? რატომ? არაფერში არ ვიქნები, საჭირო და იმიტომ. არა ძმაო. სანამ ეს კონტეინერი ჩემთან და ამას ვერავინ ვერ გაბედავს. ამიტომ უთხარი შენ ძმაკაცებს. ჩამოვა ფული, გატყდება. ყველა თავის დოლიას მიიღებს. მე ჩემი ხელით დოუდებ კონტეინერს გემზე. და ყველა გახარებული და ნასია მომედებით არჩება. რა გინდა მეტი? რომ არ დავთანხმდეს? მაშინ ურანი აქ დარჩება და მაგის მუშტარს მე თვითონ ვიშოვე. ხო? Семен Петрович, пойдем. Ребятам надо поговорить. ბიჭო, არა, რაღაც პონჩი მართალს ამბობს, მაგრამ
თუ თავისიანმა უნდა ჩამოიტანოს ამ ხელა ურანს თუ იცავენ აქ თავისიანს ვერ დაიცავენ რომ გზაში ვერავინ ვერ დააყაჩაღოს ვერ ხვდები რა ლოგიკაა Ну что думаешь, Хасан Абранович? Там остался еще коньяк? Граммов 50. Да. Как ты думаешь, Хасан, будет война с Тбилиси? Не знаю. А я там бывал. Возили меня грузинские генералы старый какой-то монастырь показывать. Высоко на горе. А внизу Кура течет. И старый город с церквями. Спрашивают, ну как, нравится? Я говорю, да, вот бы сейчас ковровой бомбардировкой пройтись по этим местам. Так и обомлели они. Шутка, я говорю, шутка. Обалдевшими глазами смотрели на меня. Ну как я их обосрал? Знаешь что, Семен Петрович? Шутка у тебя хреновые, блядь. Ты что, Хасан, обиделся, что ли? Они ж твои враги. Враги я знаю. Уж я-то хорошо разбираюсь в грузинских делах. Да. Разбираешься, как свинья в апельсинах, товарищ генерал. Ты что, блядь? Шутка, Семен Петрович. Шутка. Ну ты даешь. Патаразы дагай, чувашен. Патарамие, чувак, ай, канц. Рао. Ей, Давид. დღეს ვერ გააგზავნის იმენს და ხვალიდან ფული წამოვა, მაგრამ მომავალში ბატონო ხასან შევეცდები თქვენთან საქმე აღარ დავიჭირო. სადა ეგ მომავალი, ჩემო მომღერ. აი, ესე გულში არ შეიდო არაფერი. არ მინდოდა შენი წყერინება, მაგრამ ამ გათახსირებულებთან მასე უნდა ლაპარაკი. დამიჯერე. კაიება, მანქანა გეკავთ. საღამოს შემოგივლით. არა, ამ საღამოს ნუ შეწუხდები. მეც და რასულსაც უამრავი საქმე გვაქვს. კი ბატონო. დაშლენი. Погам. ვიპორი ორი რო იქნებოდა. მაშინ მაგარი ნომერი იქნებოდა. Этот Хасан не так глуп, как кажется. Он скотина. Да, конечно. Но в том, о чем он говорит, есть логика. Это логика затравленного зверя. Он никому не доверяет и очень опасный тип. Из-за таких начальников у вас никогда не будет свободного бизнеса. ჩვენს დროში ყველაზე მაგარი სერიალი, რაც გამოსულა, ჩემთვის არის Стефоси. Конечно. Но у меня не было выбора. ყველაზე მაგარი სერიალი. Აი, Интересно, что он задумал. ახალ Он სერიალებში, прямо сказал, если не получит деньги, გადაუღია то не Тифлиси არის отдаст ტოპი. уран. Теоретически, он, конечно, может инсценировать вооруженное ограбление на дороге между Тбилиси и Батуми. По этой причине оставить себе уран, а потом постарается снова его продать. А практически? Ты же сам сказал, что он не дурак. Если он на это пойдет, то может себе заказывать гроб, и батумский спецназ тут не поможет. Даже если ему чудом удастся выжить, то он самостоятельно не сможет выйти на заказчика. Хорошо. Но если я ошибаюсь, и Хасан все-таки окажется дураком, Я не дам ему сделать глупость. не представляю, как ты сможешь ему помешать. У меня есть один тайный механизм контроля. Ты уверен? Да, уверен. Значит, ты даешь команду, чтобы выслали деньги? Да. Ну ладно.
Хорошо, я пойду покопаюсь в интернете. Я не знаю, что у тебя за механизм там, но главное, чтобы он сработал. Как говорится, все в руках Аллаха. До завтра, Расул. До завтра. До завтра, Окро. До завтра, Окрик. Бебруц. აი ესეთი ნაჩნიკი მინდა უკან აი ამ ხარეს რო დავდო რა ეს გაუნათებელი ადგილი რაცაა ნაჩნიკი რა ნაჩნიკი თარგმას სპეციალურად ვეფარები ძმან უნდა ისწავლო მტრისენა მაგარი ჩაჯმული ხარ შენ ჩემო ძმაო მაგარი კუკუარი ვერ მიხდი გიო რასწა ასკო ეცება Фу, блядь, что за херовина такая? Ну и намутили. Это вымаши это вариант. Уча Константинович, это ты? Да, Гронищев. Гронищев. Добрый день, Семен Петрович. Ну, чем порадуешь? Все, договорились. Цесват за этим арабом хорошую клизму вставил. Что? Да ты не беспокойся, Константинович. Секретность гарантирую полную. Сохранность груза обеспечена. Послушай, Геноцвали, на последней стадии операции ты обязательно должен быть здесь. Я тебе дам знать. А что ты скажешь насчет Какауридзе? Амхер сделал свое дело и должен тебе сказать, сделал на совесть. Что? Убрать? Вау! Хорошо. Ручи, бичо. Это ж может кое-кого вспугнуть. Хадо. Мне не нужны лишние осложнения. Да нет, ты не понял. Я не против. Но, по-моему, лучше подождать. Что с тобой, Семен Петрович? Говоришь, как влюбленная сучка, блин. Тогда объясни, чего ждать. Чего ждать? Да ты же не представляешь, что тут творится. Тут, блядь, мощно мутят из Тбилиси. Нет, надо просто немного подождать, и война все спишет. Поздно. К вам уже едет гастролер. Гастролер, говорю. Что? Ничего не слышу. От тебя ничего не требуется, Петрович. Ты ничего не делаешь. При крайней необходимости он сам с тобой свяжется. Ну ты упрям, грузин. Ладно, едет так едет. Поступай, как знаешь. Все, пока. Эй, Марат, давай поехали. Вау. Рато წირავენ, თო. ვერ ხვდები ან რა დაუშავათ მან კაკაურიძე? ონგერ კაკაურიძე. რა დაუშავათ? ხალხო. ვერ მივხვდი თო. ბარო კელარჯან. მოწმე როა მაგონში. ბიჭო, არა, ყველა ფაქტის გაქრობა უნდათ, მაგრამ რავი, ანუ პარტნიორია ყველაფერში დაეხმარა ონგერი თბილისშიც. ასაკუბოვე ფოტო ამოუღიათ თან. ონგერას ვერ დააგდებენ. ჩემი აზრით ონგერა რამეს ისქესებს. ცენტრის მიერ დაქირავებული და სოროსის მიერ დაფინანსებული ჯგუფები
განაგრძობენ დესტრუქციულ მოქმედებას. მიუხედავად ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობის არაერთი გაფრთხილებისა, მათი მხრიდან არ წყდება აჯარის მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციები. სამართალდამცავი სტრუქტურები ყველაფერს აკეთებენ საზღვარგარეთ წესრიგის, მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დასაცავად. ეს სერიალი რო გადიოდა პატარა ბავშვი იყო. ისმენთ? საუჟილოზე ბატონო უნდა. როგორ დანები? საღამოშიდობისა. როგორ გიგიტყოთ ბატონო გივი? დღეს არ ჩადით რაღაც. ხალხში ვიყავი. საბილიარდო შევიარ 1-2 პარტია წავითამაშე რა. ბილიარდი მე ძალიან მიყვარს. როდის ვითამაშოთ? როცა გენებოთ. ბატონო უნდა. ერთ პატარა სათხოვარი მაქვს თქვენთან და იმედია უარს არ მეტყვით. რა შეასაქმე? იცით რა, დღეს ჩემი ბიჭის დაბადების დღეა და მინდოდა თქვენ და თქვენი სტუმრები მწვეოდით. მაგაზე უარს როგორ გეტყვით, მაგრამ ვინ სტუმრები? არაბები. დაუპატიჟოთ ეს ხალხი პატივიცეთ. ცოდნი არიან ამ უცხო ქალაქში. არ მეგონა თუ იცოდით ჩემი სტუმრები რო იყვნენ. არის მაინც პროფესიონალის თვალია. ეგრეა რასიზა. ჩემს წინადადებაზე რა აზრის ხართ? მადლობის მეტი რამე თქვის. თქვენ მარტო ის მითხარით, სად და როდის? აქვე სასტუმროს რესტორანში, სუფრა უკვე იშლება. ერთი ეს მითხარით, ესენი ღორის ხორს ჭამენ? ერთი კი და მეორე არ ვიცი. მაშინ ხმოსაც შეუკვეთავ. ძალიან კარგი, ესე ქვემოდგელოდები. კარგი გივი, დიდი მადლობა. ამან ხო შეიძლება ყველას უსმეს ბრატ. სოლის დროს MSC აუვარდება ჩემი აზრით. ოთახში. ხო? ვაიმე, ესეც აქ შედის, ბიჭო. ისდეც. ხო? Hey.
ვერ იყვი ეშენჩემა რა ხორღადო იჟობა და ბეღლავი და მოდურება ხმები გამოჩ ოპა რუსთავი ორი მოვიდა ბრატ თუ იმედის სერიალია ეს მაპატიეთ იმედი მოვიდა იმედი აუ რას ქეიფობენ ამდეხანს და ძალიან ბევრს ეწევ უეჭველი დაიბრიდები უეჭველი ბრედლი კუპერი დაგემართება ახლა ესენი დაგუწყებენ გაჩმახებას უეჭველი აი ეგენი ახე რა მხელა არის ჩემის არ ვიცი კი საქმე როგორ დღეს უნდა მოვაყომარო თორე მე ისე თბილისში წამსვლელი არ ხო გაიგე რამდენი მიტინგები გადაიღე მეტი ლაგი კაი რა მიტინგი ყოველათმა გადაიღე ოპა აი მოდი ნახერე შარჭო მიკროფონობა ბატონო კი ერთი წუთი თუ შეიძლება მიხარ რა შეესა ხო თუ შეკითხვაზე გამეთიფასო ორი შეკითხვა მეტი არის არა ახლა ძალიან სტუბრები ვიყავს სხვა დროს მაშინ მარტო იმაზე მიპასუხეთ ვისი დავალებით მოქმედებით როცა ნარკოტიკების ავსე ტრაილერი გააჩერეთ მიღამდენიჯი სხვა დროს მარტო ამ შეკითხვაზე მოშორეთ სასაბადაგედან თქვენ არ გაგვცევა მასმედია და ასეთაც არ წავალ სანამ პასუხს არ გაქვს აუ ვის დატოვა და კამერით გაიწვა აუ მართლაც მე ბრატ აუ დამავიწყდა ამ დროს რო სცენები არ იდგმებოდა აუ მაგალა ეს ბებერი რამდენი გადაგიხადეს მა რო გაფორჩეალეს ეს ვაიმე ჩემი გაგარდაგინახო შენ ნაბოზვაროში ნაბოზვაროში ნაგარ შემოეწუწო თეორიჯი რა მიმწოლი გოგო იყო კაცო რა ონკითხარი ესენი ყველა ერთ თაგზია გოჯრი ერთი თუ შეგიშდა მე მოგჭაბაჭი არა მაინც ვერ გავიგე რა უნდა მაგალითად რას გაიგებ შეგუგარ რა არ მინახავს მაგრამ ასეთი არაფერი მაგარი გალახეს ოპერატორობა აი ნახავთ ესენი თუ არ დააქცევენ ქვეყანას დაქცეული არ არის ჯერ სადახარ აბა კარგად დიდი მადლობა ოპა გივი 007 მოძრაობები გამიკონტროლეთ როგორი ფიქებით გავიდა მომენტი გამიკონტროლეთ გივი როგორ მოძრაობს გამიფიქერა მათ ახლა რა ვქნათ გივი ახლა ჩემთან შევიდეთ და პოლიციას გამოვძახოთ მიდი ანუ რეალურად მე მგონი ამ მიმტანმა გადაარჩინა ხო ანუ ხო სწორად მივხვდი რა მე რო არ წამეჯვას მე მგონი ონგერა გადაარჩინა ამ მიმტანმა რეალურად ანუ იმიტომ რომ ონგერას გაუყრიდნენ მაგდანას და გაეყარა მიმტანს ანუ მიმტანზე ფული გვაქვს დასადები კაროჩე 50 ლარი აღწერაში იქნება ანგარიშის ნომერი 50 ლარი და მიმტანს გადაურიცხავთ რომ მიაგებოს რა გაიხადეთ შემდეგ სერიამდე შემდეგ ის სერია მე-9 სერია იქნება ხვალ დეიდვება კარგად იყავით